ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს? ამ კითხვას 1891 ადამიანმა უპასუხა და მათგან ქართული ოცნება 16%-მა დაასახელა. მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა 10%-ით, მესამეზე კი თავისუფალი დემოკრატები 7%-ით. ეს NDI-ის ბოლო კვლევის შედეგებია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. დეტალებს ნიკა გაბლიშვილი გეტყვით. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს? წინ ვერაფერს ვერ გეტყვით. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს? ჩვენ ეს კითხვა დღეს გორში მოქალაქეებს დავუსვით. გამოკითხულთა ნაწილმა საკუთარი აზრის დაფიქსირება კამერასთან არის სურვა. ნაწილი კი საკუთარ არჩევანს ღიად აფიქსირებს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს? რომელიც უკეთესი იქნება. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ჩვენი ალასანის პარტიის. ისე არის არეული ქვეყანა, რომ ვერ აღწყვეტა ვერაფერს. რომელ პოლიტიკურ პარტიას და ალბათ უნდა ვაცალოთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომელსაც ივანიშვილი შემძღვანელობს არაოფიციალურად. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით? ალასანიას. რატომ? იმიტომ რომ ალასანი არის მომავალი, საქართველოს მომავალი. ოცნებას ალბათ. და რატომ? მივჩენდი შანსს, რომ უფრო თუ აქამის ვერ გააკეთა, რამე ყველა გაეკეთებინოს მაინც. არა, ახლა ისეთი ადამიანი, რომელიც ვისაც ხმა უნდა მისცე, 10 პარტიას. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს? პატრიოტ ალიას. ნაციონალებს დაუჭერდი მხარს. რატომ? იმიტომ რომ ოცნება მას შეასრულა თავისი პირობები. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს? უცბად ძალიან ძნელია მომფიქრება. კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 16% ასახელებს ქართულ ოცნებას, 10% ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 7% თავისუფალ დემოკრატებს. 35% კი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. პასუხზე უარი 15%-მა თქვა. ეს NDI-ის კვლევის ახალი შედეგებია, რომელიც 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ვითარება სტაბილურია. წინა წლების მაჩვენებლის გათვალისწინებით ქართული ოცნების რეიტინგი მომატებულია, ხოლო ნაციონალური მოძრაობის იგივე დარჩა. ასევე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. NDI-ის კვლევებს უკვე მოყვა გამოხმაურება პოლიტიკურ წრეებში. გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი კვლევას დადებითად, ნაწილი კი უარყოფითად აფასებს. გავეცანი NDI-ის კვლევებს, მე მგონი, რომ ჭეშმარიტება არის ასახული და იქ თვითონ ამოვიკითხე რაღაც გარკვეული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კიდევ არის რაღაც ახალი პარტიების მოლოდინში და ალბათ მასეც არის რაღაც ხლა მე სხვას მე არაფერს ვერ გეტყვით. ნუ ხლა ამ ორგანიზაციას იყო პერიოდი, როცა ჰქონდა აშკარად ინტერესი ერთ-ერთი პარტიისა, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ უფრო ობიექტურია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ ნაადრევი არის ეს ყველაფერი და ალბათ შემოდგომაზე გაეცემა 2016 წლის შემოდგომაზე გაეცემა ყველაფერს პასუხი. ძირითადად გამოკითხულთა თავი შეიკავა პასუხისგან, აქედან გამომდინარე, რომ ჯერ დიდ ნაწილს მოსახლეობის დიდ ნაწილს გაკეთებული არჩევანი არ აქვს. ამიტომ კვლევების შედეგები მე ვფიქრობ, რომ რეალობას არ ასახავს. მე არაერთხელ განვიცხადებია და კიდევ განვაცხადებ, რომ ზოგადად კვლევებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია, მაინდა-მაინც კვლევებს არ განვიხილავ სწორად და შეიძლება ითქვას ბოლომდე არ ვენდობ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა შედეგები დგება ხოლმე არჩევნების დროს. NDI-ის კვლევებს ეხმაურებიან საპარლამენტო უმცირესობაში. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, NDI-ის კვლევა პირველ რიგში ქვეყანაში შექმნილ რეალობას ასახავს. ეს არის სამწუხაროდ ის ძლიერ მდგომარეობა, რაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რასაც ასახავს NDI-ის კვლევაც, მაგრამ პირველ რიგში საზოგადოება მიცის, რომ ყავს მთავრობა ივანიშვილის რეჟიმი და მისი პოლიტიკური მარიონეტები, კერძოდ ღარიბაშვილი, რომლებიც ამ უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც მათივე პოლიტიკის შედეგია პირველ რიგში,
საუბრობენ არა იმაზე, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა ამ კრიზისიდან, რა გეგმები აქვთ, რას თავაზობენ საზოგადოებას. არამედ დაკავებული არიან თვით ქებით, თვით კმაყოფილებით და კიდე ამაში ხარჯავენ ჩვენი გადასახადის გადახდების ფულს. კვლევების პერიოდში პირველად დაისვა კითხვა, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არასდროს. შედეგები კი ასეთია: ნაციონალური მოძრაობა 21%, ქართული ოცნება 16%, ლეიბორისტები 6%, თავისუფალი დემოკრატები 3%. გამოკითხულთა უმრავლესობა განაგრძობს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას. მოსახლეობის 69% მხარს უჭერს ქვეყნის მიზანს, გახდეს ნატოს წევრი.